განვიხილოთ ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით რა რეაქციები, მის დატყვევებასთან და ასე ვთქვათ, დაკავებასთან და რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით ვენესუელაში რა რეაქციები აქვს მსოფლიოს ლიდერებს. მაგალითად, ძალიან მალევე კია სტრავერმა, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის არაფერში არ არის, გაერთიანებული სამეფო არაფერში არ არის და განმარტა საკმაოდ დიდი ხაზგასმით, რომ ამ მოქმედებებში გაერთიანებულ სამეფოს არანაირი წვლილი არ შეუტანია. ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ მოუწოდა ირანს, რომ ჩაიწეროს ყურადღება მიაქციოს რა მოხდა ვენესუელაში, იმიტომ რომ ხო, ირანიც უნდა გაფრთხილდეს, იმიტომ რომ სავარაუდოდ შემდეგი ირანია, იმიტომ რომ სიაში ნავთობის მოპოვების მიმართულებითაც და დიქტატორულ რეჟიმებსაც თუ ჩავხედავთ, აშკარად მოწინავე ერთ-ერთი არის ირანი. შეიძლება ახლა მეღიმება უბრალოდ თქვენთვის მინდა ინფორმაციების მოწოდება. მაშინ როდესაც მაგალითად ევროკავშირის რეაქცია იყო შემდეგი, რომ ისინი როგორც ვიცით, ფრთხილობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და მათ განაცხადეს, რომ მათი განცხადებების უმრავლესობა ემთხოვდა შემდეგ მოსაზრებას, რომ რეალურად კი ნამდვილად ნიკოლას მადურო არ იყო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი და შესაბამისად უფრო ამაზე აქცენტირებით წაიყვანეს საუბარი. მაგრამ იგივე ევროკავშირის სახელმწიფოშიც როგორც ესეთი ცალსახა თანხმედრა არ არსებობს, იმიტომ რომ მაგალითად იტალიაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს იყო დანაშაული და ასე ვთქვათ, თარღვევა საერთაშორისო სამართლის. ანტონიო გუტარეშმა განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა და რა თქმა უნდა პრესპიკერის საშუალებით მათ განაცხადეს და დააფიქსირეს, რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო ახსენეს სიტყვების სახიფათო გაფრთხილება და ასე შემდეგ ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სხვათა შორის საინტერესო იყო ასევე რუსეთის პოზიცია, რომლებმაც თავიდაპირველად გამოხატეს, რომ მათ დაუყოვნებლივ ჭირდებოდათ ახსნა განმარტებები თუ რა მოხდა, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ შეშფოთებულები იყვნენ და განაცხადეს, რომ ვენესუელაში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურს რომ მათ ჩაიბაროს მათი მართვა და ზოგადად ძალიან როგორც ვიცით, ახლა ელიტარულია რუსული დემოკრატია მთელ სამყაროში. კუბის პრეზიდენტმა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ განიხილებოდა ნიკოლას მადუროსთვის, მან კი განაცხადა, რასაკვირველია, რომ ეს არის საერთაშორისო კრიმინალი და რეალურად მთელს მსოფლიოს მოუწოდა აი ამ განცხადებით, რომ რეალურად ყურადღებაა გასამახვილებელი. მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია, რომელსაც როდესაც კითხეს პრესაში, თუ რა რეაგირებას მოახდენეს, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით, მას ეცინებოდა, ეღიმებოდა და განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესაძლებელია და თუ ეს დასაშვებია, რომ ასეთი რეაგირება ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატების დიქტატურაზე, მაშინ მისი თქმით ცალსახაა და ცხადია, ვინ უნდა გახდეს შემდეგი. შევაჯამოთ მსოფლიოს დიდი ნაწილი გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ეს შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი დარღვევა საერთაშორისო სამართლის მიუხედავად იმისა, რომ მადუროს ჰქონდა უდიდესი გამოწვევები დემოკრატიასთან დაკავშირებით, ასე მოულოდნელად და პირდაპირ ჩარევა, გარდა ამისა, როდესაც ცხადია, რომ ეხა იქ დიდად დემოკრატიაში ცხოვრობდა თუ არა ვენესუელელი ხალხი, ამაზე დიდად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ ღელავდა და აქ უფრო ნავთობზეა საუბარი და აქ უფრო ბუნებრივი რესურსებს უკავშირდება ეს საკითხები და ასევე პროქსი დაძაბულობა გარდა იმისა, რომ ამერიკის ორივე კონტინენტზე სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს დომინაცია ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციას მაინც განსაკუთრებული ფოკუსი აქ აქვს და არა ევროპის ან აზიის კონტინენტზე ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის ასევე პროქსი ურთიერთობა იგივე ჩინეთთან, იგივე რუსეთთან და იგივე ირანთან და ახლა საკითხავია როგორ შედგება ახალი დღის წესრიგი. ყოველ შემთხვევაში ტრამპი არ უარყოფს, რომ მას საკუთარი გეგმები აქვს ვენესუელას ნავთობთან დაკავშირებით, ვენესუელას ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით და იმედს იძლევა, რომ ამით პირველ რიგში იმით, რომ იხშავლენ ამერიკული კომპანიები და იქაპირებენ მილიარდების დაბანდებას, ამით პირობას დებს, რომ ისარგებლებენ პირველ რიგში ხალხი, რომელიც ცხოვრობს ვენესუელაში. ვნახოთ რა იქნება, იმედი ვქონდეთ, რომ ეს მართლაც ასე იქნება.